როგორც იქნა შექმნეს ის ფილტრი, რომელიც ჩვენ ქალებს აუცილებლად გვჭირდებოდა და დიდი ხანი ველოდებოდით. ესე იგი, რა ბოდიშის ტიპები მომეწონება მე? ანუ ტიპები, როგორც არჩევანი, ანუ ბოდიშის რა დავარქვა? ვარიანტები. რა ბოდიშის ვარიანტები მომეწონება მე? მოკლედ, ბოდიშის ვარიანტი number 1, symbolic action. Do you want some chocolate? ანუ უბრალოდ შოკოლადი ხო არ გინდა? შოკოლადი ხო არ გაგახარებს და ეგეთი რაღაცა? ეს არ არის ბოდიში. მაგრამ კაი, მეშვიდეზე დავდგათ. I am sorry, ტელეფონით რო გეუბნება, ტელეფონით ბოდიშის მოხდა. არ არის კარგი, მაგრამ მაინც ყველაფერს ჯობია. სულ არ მოხდას, ესე ჯობია. კაი, მესამეზე იყოს. Through a friend, ანუ through. დაკარგო, გადააგდო. არ მახსოვს რას ნიშნავს, მითხარით, აბა, ვინც იცის, კარგად. Handwritten letter, ანუ ხელით რო დაწერო წერილი და რო უთხრა ბოდიში, მაგრამ ერთ სიტყვა ბოდიში არ კმარა მაინც ხელით დაწერილს. Body language apologize. ეს კი ეს საყვარლობაა, მე ვითვლი მეორეზე. Public event, ანუ სადღაც ხალხმრავლობაში რომ მოუხდი ადამიანს ბოდიშს, ეს ძალიან მაგარია. ეგ პირველზე რა თქმა უნდა. Gift, საჩუქრს რო აჩუქებ, ეს ყვავილები, გოგოებს ძალიან გვახარებს, უკვე მიჭკნება, ხო ხედავთ, უკვე მიჭკნება, ამიტომ გაგვახარეთ ხშირად გოგოები. Text message, ანუ message-ს რომ ისწერ უბრალოდ messenger-ში ბოდიშიო, არა, ეგრე ნამდვილად არ ვარ მეცხრეზე. Email-ითაც თითქმის იგივეა და მეექვსეზე იქნება face to face, I'm sorry. თვალებში რო ეტყვი, მაპატიო, მაინც სულ სხვა, მაგრამ უკვე პირველ ადგილზე სხვა რაღაცა დავსვი. მომეწონა, მეგობრებო, დიდი ხანი უნდა მოფიქრებულიყო ესეთი რანკინგი და მიხარია რომ მოიფიქრეს ბევრი ლაიქები და კომენტარები, აბა რა სიტყვით, მე ძალიან მომეწონა და 500 ლაიქი მოდით, ძალიან ვიაქტიუროთ დროებით.